მოწვის. კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ეპიზოდი. დაბულურიანის დარტყმა, პრინციპში ბუხუტი ფუტკარაძე საკონტროლებდა სიტუაციას და მისკენ რომ წასულიყო ბურთი და თქვა ჩაგუნავას არ ითამაშა. ამ შემთხვევაშიც არ იქნებოდა პრობლემა. ამასობაში სამგურალის მორიგი მცდელობა, შერგელაშვილი მიიღო ეს ბურთი. ჩაწოდება საჯარიმოში და გადარჩა ამ ეპიზოდში. შერგელაშვილი მიუსწრო ამ ბურთს. ყველაზე პასი და ასკურავამ გადაიტანა ბურთი ცენტრისკენ. კარგი გადაცემა, რა კარგი მომენტია ცეცხლაძე დარტყმა და რა შანსი ვერ გამოიყენა, არ იყო თამაშგარე მდგომარეობა და შეეძლო ამ ეპიზოდში სპაერს ანგარიშის გახსნა. ცეცხლაძეს ბუნტურს რა პასი მართლაც რა პასი გააკეთა ბუნტურმა, გაჭრა. თელი მოედანი და ცეცხლაძეს უკეთ უნდა შეესრულებინა. კუტალაძესაც ბრავო არ დაუკარგოთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი თამაში. თუმცა ცეცხლაძეს არავინ არ უშლიდა ხელს და ეს იყო ჩაწოდება საჯარიმოში, ჯეფინიო მიიღო ბურთი, პაუზა იყო, შერგელაშვილის დარტყმა და აცდა ბურთი კარს, დარტყმა გარიდან. ჩაწოდება საჯარიმოში, გაგრძელდება იერიში, ჟან კარლოსი. პასი გააკეთა, დარტყმა და პირდაპირ ხელებში მეუვიდა ბურთი ბუხუტი ფუტკარაძეს. კარგი მომენტი იყო ჯანჯღავას დარტყმა და უკან პასი. ჯანჯღავა, კარგი იყო ამ ეპიზოდში, მშვენიერი შანსი აქვს სამგურავს, ნახოთ რა მოხდება კენჭაძეს. აქ პასი გაკეთდა, ბრავო ფუტკარაძეს. შესანიშნავი იყო სპაერის მეკარე. ძალიან ცუდად ითამაშეს სამგურალის ფეხბურთელებმა და ეს შანსი ვერ გამოიყენეს. აი ამ პირველ ეპიზოდში ბრავო გუნდის კაპიტანს კენჭაძეს ხელი შეუშალა კარგად მეტოქეს და კარგი პასი ვერ გააკეთა ჯანჯღავამ. ოდნავ უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო პასი ალბათ ლევან პაპავაზე. პაპავასაც აჯობა ბუხუტი ფუტკარაძემ. მიიღო ბურთი. ჯერგელაშვილის გადაცემა, სებოლინია, არა. ბუხუტი ფუტკარაძე ადგილზეა. ისევ წყალტუბოელები, ჟან კარლოს როდრიგესი, მარცხნივ გადაცემა. ჩაწოდება პაპავა და ბუხუტი ფუტკარაძის ფანტასტიკური მოგერიება, გადაარჩინა თავისი გუნდი ახლო მანძილიდან დარტყმა ფუტკარაძეს. კიდევ ერთხელ შერგელაშვილის პასი პაპავას დარტყმა, საფინალო სასტვენის ხმა 0-0. ასე დასრულა დღევანდელი დაპირისპირება, გუნდებმა ქულები გაიყვეს.